ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალში მთლიანად შეიცვლება საკანალიზაციო სისტემა, რის შემდეგაც გზა დაიგება. გამგეობა დაზიანებული ავარიული კორპუსის გამაგრების სამუშაოებსაც ჩაატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგებელმა მოინახულა და ავარიული სახლის მცხოვრებლებს გაესაუბრა. დაზიანებულია საკანალიზაციო მილი და მთელი ამ წლების განმავლობაში მდინარე ჩაედინება კორპუსის საძირკველში. რეალურად, როცა იძახებდნენ და პრობლემის შესახებ აცნობის რამოდენიმეჯერ გამგეობა იყო თუ რა იყო შესაბამის ორგანოებს, მოდიოდნენ ზემოდან აფარებდნენ ასულს, რეალურად ის რაც ეხლა ხდება მილების გამო ეს მოხდა იყო 20 წლის წინ. წყალსაკანალიზაციო ქსელების შეცვლა აღდგენა, სრული რეაბილიტაცია გაკეთდა და დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. რაც შეეხება ავარიულობის საკითხს, მოგიხსენებათ ქალაქის მთავრობას ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ვინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებას ითვალისწინებს სოციალურ და უცხოელ ოჯახებს მაწეს სრულად ჩვენ ვანაზღავრებთ, ისე რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ მოსახლეობისთვის თავიანთი მონაწილეობა ამ პრობლემის მოგვარებაში.